ბავშვები 400 მეორე ოთახიდან. ბავშვები 400 მეორე ოთახიდან. ერთკაციანი კომიტეტი. დარტებს არა გავს? არაფერი, ეს ციგნების ჩანთაა, როგორც კი ამას დაინახავენ, ყველა ზუსტად ასეთი მოუნდება. ჩემს გარდა. გოგოებსაც რას გაიგებ? ვინი, ნახე, კოსმოსური მხეცების საათი მაქვს. 6 თავიანია თუ 12 თავიანი? 12 თავიანსაც აკეთებენ? ნახეთ რა მაქვს? რა, გოგოებო, თქვენ ასეთი ჩანთა არა გაქვთ? გვაქვს, მაგრამ მოხლოხოები? გამყიდულმა ქალმა მითხრა, თევზი უფრო მაგარიაო. ხოდა გამყიდულ ქალთან ერთად ისე ირნე. ბავშვებო, გადადეთ ციგნები და სახატავები ამოალაგეთ. წებوار და გავიწყდეთ. გაგიმართლა, შენ მხოლოდ ერთი გასახსნელი გაქვს, ჩვენ კი 10. უი არა 12. ანტენა აღარ მივათვალე. შვენიერია, დარწმუნებული ვარ, ბიულეტენების დაფაზე თუ გამოვფეთ, ყველას მოეწონება. არ ვიცოდი, მე გალენი კოსმოსურ მხეცებს თუ გავდა. კეთილი, ახლა შეგიძლიათ სახატავები გვერდზე გადადოთ. გავაგზავნოთ ჩვენი გაკვეთილი გამოჩენილ მკვლევარებზე. შევარჩიოთ ახალი კომიტეტი, რომელიც ამ საკითხზე თემას მოამზადებს. გავფრთხილებთ, ვინის კომიტეტს არ მიბაძოთ. მარკო პოლოზე დაწერილი თემა მხოლოდ სპაგეტის არ უნდა ეხებოდეს. შემდეგი მკვლევარია კოლუმბი, ვისაც კომიტეტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია, ხელი აიწიოს. ჯესი? ღმერთო ფრიადოსნების ჯგუფში მომახვედრე ფრიადოსნების. ღმერთო ნუ მომახვედრებ ჯესის ჯგუფში, ღმერთო ნუ მომახვედრებ. ფრედი და პოლი. ვაშა. სად არის შენი ბაყაყის ჩანთა? ბაყაყის კი არა თევზის. ალბათ გარდერობში დამრჩა. თავმჯდომარე მე ვარ. იყავი რა. მე ვარ. ძალიან კარგი იყავი, გეცილება. ჯესი მთქვას ბოლოს სიტყვა. კარგი შენ იყავი. რა? ხო, კარგი შენ იყავი. ხო, მაგრამ მე გამოცდილება მაქვს. საბავშვო ბაღში 100 სიზე ვიყავი კომიტეტის თავმჯდომარე. მაშინ შენ იყავი. უსამართლობა, რა კი პატარა ვარ, შეგიძლია ადვილად მომიშორო, არა? არც ისე პატარა ვარ, გაიგე? და თავმჯდომარეობა მეც მინდა. თავმჯდომარეობა მინდა. გაჩუმდით. რამდენჯერ უნდა წავიკითხო ერთი და იგივე წინადადება? კარგი, ფრედი. ძალიანაც კარგი, თავმჯდომარე თუ არ ვიქნები. ვაშა, თავმჯდომარე ვარ, თავმჯდომარე. დროც აღარ დამრჩებოდა მაგარი პლაკატების და გრაფიკების გასაკეთებლად. ნეტევ რომელიც ჯობია. რით დავხატო, ფანქრებით თუ წყლის აღებავებით? პლაკატების და გრაფიკების ხატვა მეც კი მიყვარს, თავმჯდომარეობა და ეგეთი რამეები დიდად არ მეხატება. კარგი, როგორც შენი ტყვი, ისევ მე მომიწევს მაგის გაკეთება. როდის დავნიშნოთ კომიტეტის შეხვედრა? მე ჩემი ჩანთა $10 ალის მაღაზიაში ვიყიდე. მე კი ლუმინგდეილში ვიყიდე $20. მეც იქ ვიყიდე. მეც. გამახსენდა. დედა მანქანა ჯერ ალისთან შეაჩერა და მერე ლუმისში შევიდა. თანაც $10 ღირდა, არა? ხო, შეფუთვამდე. პენი, ჩანთა შენც ლუმისში იყიდი, არა? მე ძველმანების ბაზარზე ვიყიდე $5. ერთ ჩემ ბოცვანე კალმის მეგობარსაც უყიდე, იმანაც ატაროს ასეთი ჩანთა სკოლაში. ისე ფული თუ შეაგროვეს, სკოლასაც ააშენებენ. სამშაბათს 4 საათზე შევიკრიბოთ? კარგი, არა, ბეისბოლი მაქვს. მაშინ 4 შაბათს 3 საათზე. კოსმოსური მხეცების 7 საათი მაქვს. 5 შაბათს 5 საათზე. შარმის საყიდლად მივდივარ. ჩემთან ხვალ სკოლის შემდეგ არ დაიგვიანოთ. ბიბლიოთეკაში ვიყავი და კოლუმბზე ერთი წიგნიც არ ქონდათ.
არა, ქონდათ, მაგრამ ბიბლიოთეკარმა ჯერ კიდევ გახსნამდე შემიშვა და ახლა ყველა მე მაქვს. საჭირო კომიტეტში მოხვდი. მე როგორც თავმჯდომარე სადასნაირი იდეა მაქვს კოლუმბზე. ხომ შეგვიძლია სკეჩი დავდგათ ან თოჯინების სპექტაკლი, მუსიკალური კლიპი? ტრუკები არ გვჭირდება, მხოლოდ ფაქტები და ბევრი პლაკატი. ჰო, მიდით. ნაცხრებს ადინახავთ? არა, მე ყველასათვის გავანაწილე დავალება. ფრედი, შენ დედოფალ იზაბელას და რასაკეთებ, გაგიჟდი? რასაკეთებ? როგორ გაბედე ჩემს კოლექციასთან მიყარება ცხიმიანი ხელები? დასვრი! შენ დედოფალ იზაბელასა და მეფე ფერდინანდზე იმუშავებ, შენ კი? ძნელია. რა, გაგიჟდი? შენ გინდა ჩვენ ქულები მოვაგროვოთ, შენ კი უსაქმოდ იჯდი, არა? ახლავე დაიწყე ჩვენი სახელების ეტიკეტების გაკეთება. კარგი, ხო, შენი დავიწყებ. აბა, როგორი წერება? ბოსი. ყელში ამომივიდა, თავმჯდომარე, შენ იქნები და ვნახოთ ერთი. მადლობთ. თემას დაბეჭდავ, პოდიუმს დეკორაციით გააწყობ, კოლუმბის წარწერიან 32 ქუდს მოვამზადებ. რა ზომის ეტიკეტი უნდა იყოს? ეს რა არის? რა? ჩუმჩუმად პლაკატებსაც ხატავდი? არა. მათყუ არა, ეგ ჩემი საქმე იყო. მე თანათავმჯდომარე უნდა მერქოს. დააწერე თანათავმჯდომარე. დავაწერ. აქ მე მგონი მარტო მე ვმუშაობ. როგორ მიდის თემის საქმე? კარგად. როგორ მიდის თემის საქმე? სმითსონიადან პასუხს ველოდები. იტალიის კონსულს იმეილი გაუგზავნე. $14 ამ ქაღალდებში დახარჯე. თუ გინდა ცხვირს ახოც $5 მოგყიდი. ეს ორიგამის ქაღალდია, ძველი იაპონური ხელოვნება, ამისაგან ფარშავანგებს ვაკეთებთ. შენსაც მე მგონი ავტობუსმა გადაუარა. კომიტეტის თემის საქმე როგორ მიდის? კარგად. უღუნჯესი ვერაფერს აკეთებს. კოლუმბის ნათესავებისაგან პასუხს ველოდები. არჩევია პირველ ყოველთვის ვისარგებლო. ბავშვებო, ვის ახსოვს კურდღლისა და კუს იგავი? ერთმანეთს სირბილში შეეჯიბრდნენ. კურდღელმა იმდენად წინ გაასწრო, რომ გადაწყვიტა ცოტა ხნით შეესვენა და წაეძინა. მართალი ხარ და იმ დროს როცა გაიღვიძა, კუს შეჯიბრი ჰქონდა მოგებული. ვინმე ტყვის ამ იგავის მორალს ჯესი? ომ ალბათ მოკლე გზა იპოვა. კომიტეტის თემის საქმე როგორაა? მაგრად პოლინ ფრედის ხელი ისე გადაუტრიალა, რომ იმან წიგნების მთელი სია დაუთმო. უსამართლობა. უნდა წავიდე. რა ლამაზია შენი ქუდი? აუ, რა მაგარია. ძალიან მომწონს. მეც მინდა. სად იყიდე? ძველმანების ბაზარზე, ოღონდ რამდენიმე ცალი იყო დარჩენილი. დღესვე უნდა ვიყიდო. მეც. შენ ალბათ თევზის ფორმის გენდომება. სხვა არაფერი იცით, არა? მე მაქვს ასეთი ქუდი. იმიტომ არ დავიხურე თქვენ რომ არ დაგწყვეტოდეთ გული. ხვალ ხომ დაიხურა. ტყუპები ვითვიქნებით. რატომ უთხარი ქუდი მაქვს სინამდვილეში თუ არ ქონდა? ხო და ის ქუდი რომელიც ჯერ არა მაქვს ხვალ უკვე თავზე უნდა მეხუროს. როგორ გამოგიჭირეს? შენ თავს მიხედე, ხვალ თემა უნდა წაიკითხო და ჯერ წერა არ დაგიწია. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს. ახლა რა უნაქნა? აზრზე არა ვარ. სახლში 4-ის ნახევრამდე არ გამიშვებენ. დედა სახლში 5-ზე მოვა. 2 საათი ხვეწნას მოვუნდები. ამასობაში ყველა ქუდი გაიყიდება. კარგი. პირველი გეგმა არ გამოდგება, მეორე სულელურია. ალო, ბებია, სკოლიდან დარეკვის უფლება მომწეს, გაიგეს რომ ავადმყოფობ. ნენსი, შენ ხარ? რა საშინელება, მეხუთე ტიპის ინფლუენცია. რას გულისხმობ?
მოკლედ, სასწრაფოდ გაიქეცი ექიმთან უარესად რომ არ გაცივდე. თბილი ბეწვის კუდი დაიხურე. აი ის ძველმანების ბაზარზე რომ ყიდიან, პანტერის ნახატების გვერდით რომ დახლია, აი იქ. რა საშინელება, მეხუთე ტიპის ინფლუენცია. რა თქვი? გახსოვდეს რომ ძველმანების ბაზარზე მხოლოდ ნაღდი ფულით ვაჭრობენ. კარგად. ნესი. როგორ მიდის და იმ საქმე ძვირფასო? დედა, მუშაობ. სულ მაწყვეტინებ რა. კრისტოფორ კოლუმბი, ახალი მიწის მკვლევარი დაიბადა გენუაში, იტალიაში. კრისტოფორ კოლუმბი, მკვლევარი. აღმომჩენი. კოსმოსური მხეცი, რომელმაც ისტორიის მეცხრე თანამგზავრი აღმოაჩინა. ალექსანდრე გიზბოტი. როგორ მიდის და იმ საქმე ძვირფასო? დაბეჭდის დრო რომ დადგება და ამიძახე. კარგი. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს. მადლობ, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ. კრისტოფორ კოლუმბი, მკვლევარი, რომელმაც აღმოაჩინა. ალო? დედალუსილ. გამარჯობა. დაგირეკე რომ ბეისბოლის ხელთათმანებისთვის მადლობა გადამეხადა. ელაფრის შემოკარგო. ეგ ხომ 3 წლის წინ იყო. თემი საქმე როგორ არის? ისე რა. ჩადი ბიბლიოთეკაში, იქ ხელს არავინ შეგიშლის. კარგი. ძიაუალტი როგორ არის? ბეისბოლის ბარათები. იყიდეთ, გაყიდეთ, ჩაჩიჩიქენი, დავიკოსნე ფეხები. რაიესნე ჩერი 2. კოსმოსური მხეცები. როგორ მოგწონს? მუშაობს. როგორ ფიქრობ, ცოტა დიდი ხომ არ არის? იმ დროისათვის დედა რომ ბაზარში მივიდა, მარტო ეს იყო დარჩენილი. გამარჯობა, შეხედეთ კალბატონი კოსმოსური მხეცი მოდის. სულელურად რომ გამოვიყურები, რატომ არ მითხარი? რა ვიცოდი, ჩემთვის შენ ყოველთვის ერთნაირი ხარ. მე რა მოხდა, მოიხადე და ეგ იქნება. არ შემიძლია. მაშინ გამოვა რომ ვაღიარებ სულელურად გამოვიყურები მეთქი. ხოდა გეხუროს. და ასეთ მდგომარეობაში ვიყო? რატომ არ შეიძლება მე სხვა გოგოების გავდე? ოჩაღ ნენსი. რა უჩვეულო ქუდი გახურავს. რა კი ყველასგან განსხვავებული ქუდი აგირჩევია, ესე იგი შენს თავში დარწმუნებული ხარ. ოჩაღ ნენსი. სწორედ ეგრეა. საკუთარ თავში თუ დარწმუნებული ვიქნები, ვერც ვერავინ იფიქრებს, რომ რამე მაწუხებს. ასე არ ჯობია? მე რას მეკითხები, ხალხი მუხუდოს ტვინიანს მეძახის. შენი საქმისა შენ იცი. ეს ბელათან წამიყვანე რა. შურს არა შენ რომ არა გაქვს. შეხედეთ გიგანტური ქინცის თავი მოდის. შენ მოდის არაფერი გაგეგება. ეს ყველაზე დიდი ქუდია, რაც კი როდესმე მინახავ. ეს იმიტომ რომ სანაპიროზე არასოდეს გიცხოვრია. ამ პატარა ჩამორჩენილ ქალაქში ჯერ ახალ მოდას არ მოუღწევია. მე სხვებს არ ვბაძავ. სტილს მე თვითონ შემოვიტან. დღეს თქვენი ჯერია. თემისთვის მზად ხარ? მე მომზადება არ მჭირდება. დაგავიწყდეთ ჯგუფში ვისთან ერთად ვარ, პოლი და ფრედი. სახანძრო ვარჯიშის დროა, იღეთ თქვენი ნივთები და ხოლში დადეკით.
გარეთ სივა, ქუდების დახურვა არ დაგავიწყდეთ. Attention! Boileri gapujda. Gatpoba ar გვექნება, სანამ შეგეცდება. პარემ თავით გაგეწმინდა დაბა. სტილსის და სცინის ვისაც საკუთარი სტილი შექმნა არ შეუძლია. Attention! გამათბობელი შეკეთებულია. შეგიძლიათ გაიხადოთ ქურთუკები. ყველამ დაისვენე. აშა! ეს კოდი ყოფილა. მე მეგონა ამ ფორმის თავი გქონდა. შურიანო. თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე, კოსმოსური მხეცების მეფე. მე ჩანაწერებისათვის 71 ბარათი გავაკეთე. მე მხოლოდ 71. კიდევ 6 თუ არ ჩავთვლით ბიბლიოგრაფიისთვის. სულ ეს ახარ? ყველაფერი თავში მაქვს. სხვებმა წერო რამდენიც უნდათ. აბა, დავიწყოთ. მის გრეივს, როგორც თავმჯდომარის ნება-მომეცით მოგახსენდოთ, რომ მზადა ვართ. მიმოხილვით დავიწყებთ. შეგიძლიათ თქვენთვის მომზადებულ საინფორმაციო ფურცლებს თვალი ადევნოთ. ზოგი თქვენგანი იცნობს კოლუმბს, როგორც ადამიანს, რომელიც ოკეანეში 1492-ში მოგზაურობდა. ზოგი უბიც იმას იცნობს მხოლოდ როგორც კაცს, რომელმაც სამდღიანი დასვენება შემოიღო. მე კი ვიცნობ კოლუმბს როგორც და მხოლოდ იმიტომ, რომ ვესპუჩიმ რუკის შემდგენელს ასე დაავალა. ახალ მიწას ამერიკა უწოდეს, სამართლიანი იქნებოდა თუ კოლუმბს ლენს უწოდებდნენ. ახლა კი შეკითხვებს მოვისმენთ. რას ეძებდა კოლუმბი? ჩემ მონაკვეთია, ის ეძებდა ინდოეთს. ამერიკაში პირველად სადაა გამეყი. ეს ჩემია. არა ჩემია. მას კონტინენტზე ფეხი არც კი დაუდგავს, მხოლოდ ბაჰამის კუნძულზე იმყოფებოდა. როდის დაიწყო კოლუმბა მოგზაურობა? ეს ჩემი ჩემია. მონაკვეთია. ალბათ ამ შეკითხვას ჯესი უპასუხებს. ეს ჩემი სფერო არ არის. ეს პოლის მონაკვეთში შედის. მან მოგზაურობა 14 წლისამ დაიწყო. ჯესი, როდის გარდაიცვალა კოლუმბი? ეს ისე თქვენი მონაკვეთია. 1506 წელს. ჯესი, რამდენჯერ ჩავიდა კოლუმბი ახალ მიწაზე? რა ხდება, ერთი კაცის კომიტეტია? იქნებ ამ შეკითხვაზე მაინც გასეპასუხი? ქრისტეფორე კოლუმბი კაცი, რომელმაც ახალი მიწა აღმოაჩინა, იტალიაში, გენუაში დაიბადა. და? დანარჩენი ფრედის მონაკვეთშია. კოლუმბი ახალ მიწაზე სამჯერ გაემგზავრა. კარგი დრო ამოიწურა. ეს თქვენი ქულები. პოლი მიიღო A, ფრედი მაც A, ჯესიმ კი F. რატომ? რას ნიშნავს F-ი? მე მეგონა ერთ შეფასებას მოგთვენდით. ასეც არის ჯგუფში საშუალო ნიშანი C გამოდის. ბავშვებო! თავისუფლები ხართ. შვენივრად გამოიყურებ, ვერ დაგიჭირეს, არა? დამიჭირეს, მაგრამ კამათი რომ დაიწყოს, პირველს ვის უნდა ვეცემე, ისე წამოვედი ვერ შემამჩნიეს. ნახე, ცოტათი გავკრიჭე. არა უშავს. შენ რომ კითხოს კაცმა? და ამას ვერ დავიჭერებ. ბავშვო, ჯესის საშუალება მივეცი თავიდან დაეწერა თემა, რადგან ამ დღეებში მომხდარი ამბის გამო ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. ძალიან წუხარ ასე რომ მოხდა. ბოდიშ ვუხდი პოლის და ფრედის. ძალიან წუხარ ასე რომ მოხდა, ამიტომაც მინდა გამოვასწორო ჩემი საქციელი. წავედი ბიბლიოთეკაში და უამრავ გაუმკვლევოს გავეცანი. დაახლოებით 80-მდე ჩანაწერი გავაკეთე და მზად ვარ კითხვებს გავცე პასუხი. ჯერმე, როცა კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა, გამართეს თუ არა მის პატივსაცემად დაღლუმი. სამწუხაროდ ფიგიროსა კოლუმბი ახალი მიწიდან მესამე დაბრუნდა, მას ცუდ მართვაში დასდეს ბრალი და ხელებზე ბორკილები დაადეს.
რატომ ისა დედაფალმა ელიზაბეთმა მას ამდენი ფული გემების შესაძენად? მისი აზრით ჯერარ დეპარდიეს კარგი გარეგნობა ჰქონდა. ჟერარ დეპარდიე? მსახიობი? არა, ჟერარ დეპარდიე ვთქვი. კრისტეფორო კოლუმბს გულისხმობდი. ეს ორი სულ მერევა ერთმანეთში. გასაგებია. პედრო ვინ იყო? კოლუმბის მეგობარი. წვეულებაზე ერთად წავიდნენ და ორივე სისქერა ქალი მოეწონა. იმში? უნდა მეთქვა. კარგით რა, მთელ ფილმს უყურე. ეს არ ითვლება? ტუალეტშიც კი არ გავსულა, მთელი 3 საათი ვუყურე. არ გსხვენიათ? თავი დამანებეთ რა, მეტი რა უნდა მექნა. Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids.